დიახ, ეს არის ყველაზე მთავარი აქ ამის სათაური და შინაარსი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს ქვეყანაში. თამაში ჩვენ ვიძახით დიდი ხანია, თქვენ გახსოვთ, რომ კამათებიც ჰქონდათ ჩვენ ოპონენტებთან, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირის კანდიდატობა მივიღეთ და რა რუსეთის ინტერესები, მაგრამ ანაკლიდან დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლო 2 წელი ეს არის ინტენსიური ოპერაციის ჩატარება, რომ საქართველოს აცდეს თავის არჩევანს, რომელიც არც გუშინ წინ და არც ამოდენმე წლის წინათ გაკეთებულა, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეხლა გვაქვს ჩვენ ფანჯარა და ამ ფანჯარას ჩაკეტვას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. ეს წერია ამ სანქციებში, ეს წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესებს ემსახურება საქართველოში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ახლა ამაზე მეტი სასჯელი რა უნდა იყოს, როცა ოკუპანტ ქვეყანას ემსახურები და ჩამოსული ხარ ამ მისიით. ეს არის ყველაზე მთავარი და არა ბუღალტერია, რამდენი ესე თქვათ თანხა გაუჩერდება მას ანგარიში. ეს კიდე ცალკე თემაა. ყველა მის პარტნიორს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მას რაღაცა შეხება აქვს, პირდაპირ თუ ირიბი შეხება მას და მის ესე თქვათ პარტნიორებს, ისევე როგორც საქართველოში შეექმნათ პრობლემები, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ჩემთვის არის ის შეფასება, რაც გააკეთა შეერთებულმა შტატებმა. და ეს არის ძიმე რამ. ეხლა ძალიან კარგად დაფიქრება მართებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელშეუხლებლობაზე ლაპარაკობს, რაღაცა ადამიანზე, რომელსაც აქვს უსაზღვრო ძალაუფლება, კავშირები, დაალაგებს გარეთაც და შიგნითაც, ვერაფერს ვერ დაალაგებს. ის არის ამ ქვეყნის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ადამიანი, რომელიც დღეს უკვე დოკუმენტალურად დასანქცირდა. პოლიტიკური კრიზისი და პროტესტი, რომელიც არის ქუჩაში და ახალი არჩევნების მოთხოვნა პოლიტიკურ კლასშიც და საზოგადოებაშიც. ეს სანქცირების თემა ამ პროცესში რა ტიპის ცვლილება შეიტანს? ანუ რა ტიპის ცვლილება შეიძლება შეიტანოს, რამდენად იქნება ეს ფაქტორი? არა, ცვლილება უკვე დღეიდან შეტანილია. მე მგონი ვისაც შეუძლია ორი წინანდების საკითხვა და ესე თქვათ, იქიდან აზრის გამოტანა, რაც ქვეყანაში დიდი პრობლემაა სხვათა შორის, ის ყველა მიხვდება, რომ დღეს პრაქტიკულად დიაგნოზი დაესვა, რომ ეს ადამიანი არ ემსახურება საქართველოს. ეს ადამიანი არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და პირიქით, არათუ არ ემსახურება, ეწინააღმდეგება ქართული ხალხის არჩევანს. ამიტომ ეს ზღაპრები, რომელსაც გვიყვებოდნენ, ჯერ კიდევ როდის დაიწყო ეს რუსული სპეცოპერაცია, ხო, რაღაცა, ეხლა deep state-ზე გადავიდნენ, მანამდე კიდე რაღაცა გლობალური ომის პარტია. არა, კატასტროფა ეს ხო, ნუ ეს ამას ხო თვითონ ვერ მოიგონებდნენ, ხო, ამის უკან ხო FSB და ყოფილი KGB წერს ამ სცენარებს, ხო? ამიტომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვა დღეს. ამას დიდი ხანია ჩვენ ვიძახით. ბიძინა ივანიშვილი არის აქ მოვლენილი იმისათვის, რომ საქართველო შეიყვანოს უკან რუსეთის კლანჭებში და იმპერიაში და ამას აკეთებს და ბოლო 2 წელი განსაკუთრებით აჩქარებული ტემპით. იმიტომ რომ რეგიონში გლობალურად იცვლება სიტუაცია და მიიღო დავალება. ამიტომ ფაქტი სახეზია, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკურად არის პრაქტიკულად გაბანკროტებული პოლიტიკურად, იმიტომ რომ ამას დიდი სასჯელი, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა ესეთი და არა მარტო სტრატეგიულ პარტნიორმა, ამას ჩვენ ვიძახით აქ დიდი ხანია. ქართველი ხალხი, ვისაც უნდა დემოკრატია, თავისუფლება, ნამდვილი სასამართლო, გამჭვირვალე და სამართლიანი, უნდა ევროპაში ჩვენი მხარი შესვლა და ჩვენი მხარი მშვიდობა მართლა, შეიარაღება ნორმალურად თავი დავიცვათ, კარგი მხარისხის განათლება, კარგი პენსიები, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი და დღეს ესე თქვათ, მას დაუდეს დიაგნოზი. ამიტომ ეხლა რა იქნება მომავალში? მომავალში იქნება ის, რომ ჩვენ აი ესე ნაბიჯ-ნაბიჯ, საკმაოდ სერიოზული ბრძოლით და იმ ხალხის თავდადებით, კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც ბოლო 60 დღეა უკვე პროტესტი მიდის, 60 დღე გავიდა არჩევნების ჩატარების მერე და განსაკუთრებით პროტესტი უკვე 30 დღე მიდის, განუწყვეტელი პროტესტი. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, სანამ რუსულ ხელისუფლებას არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას, სანამ კორუფციონერებს არ მივცემთ პასუხისგებაში ახალ სასამართლოში, სანამ სრულად არ მოხდება ლუსტრაცია ამ ქვეყანაში და ლუსტრაცია არა მარტო პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, ხელისუფლებაში, ყველგან ოპოზიციაში ძალიან ბევრი ადამიანია სალუსტრაციოდ.
გამზადებული ერთხელ და სამუდამოდ ახალი ძალები უნდა შემოვიყვანოთ ჩვენ პოლიტიკაში, ახალი გულანთებული პატიოსანი ადამიანები, რომელსაც ერთი მიზანი აქვს ამ ქვეყნის სამსახური. აი ეს პროცესია ახლა დაწყებული და დღევანდელი გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამ გზაზე. კი ბატონო, ეხლა წავიკითხავ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ამ სიტუაციაში, ვინაიდან ტრამპთან დაკავშირებულ იმედებს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა დაწერა, რომ მადლობელი ვარ, რომ შემიძლია მივაწოდო მიწვევა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში ასეთი ტიპის ტვიტს წერს. მადლობელი ვარ, რომ შემიძლია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო. ეს არის ვილსონის ტვიტი. მე მგონი ამით შეგვიძლია ვილაპარაკოთ ასევე. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს პროცესი. ყველაფერი ნათქვამი ამით. ყველაფერი ნათქვამი ამით. ერთი მხრივ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკურად დღეს, რომელსაც პოლიტიკურად დაუდეს დიაგნოზი და დაასანქცირეს პირველ რიგში პოლიტიკური ასპექტით, რომ იგი ესე ვთქვათ, ხელს უშლის ქართული ხალხის დემოკრატიის და თავისუფლებისკენ სწრაფოს და ევროინტეგრაციას. მეორე მხრივ მისი ფინანსური სანქცირება, მეორე მხრივ არის ეგრეთ წოდებული პრემიერი, რომელიც ჰეზბოლასთან და ჰამასთან და ირანთან პანაშვიდებზე დადის და იმ დარბაში გაყვირიან სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ებრაელებს. აბა ვის დაუბძახებენ თქვენ, როგორ გონიათ? ყობახიძეს დაუძახებენ იმაზე, რა ქვია, ინაუგურაციაზე თუ ბიძინა ივანიშვილს დასანქცირებულ შეერთებული შტატების მიერ. მეტი ვინ არის? თუ მომავალ ყაველაშვილს, რომელიც ესე თქვა სამარცხვინო და რაღაცა ეს ცერემონია უნდა ჩაატარონ. ხო, ეს წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომ იმას რაც ხალხი არის ყოველთვის მართალი. ერთ-ერთი ლეგიტიმური ხელისუფალი დღეს საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დღეს აი ეს მიწვევა სწორედ კიდევ ერთი დადასტურებაა მისი ლეგიტიმაციის. იგი დაესწრება, ესე ვთქვათ, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომენტი ესაც მინდა აუცილებლად კითხოთ საფინანსო სექტორს უახლოეს პერიოდში ვიდრე რაიმე კრიზისიდან გამოსვლის რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, რა ბედი ეწევა, ასევე ივანიშვილთან არის დაკავშირებული ბანკი ქართულ, ანუ საბანკო სფეროზე ეს რა ტიპის ასახვას პოვებს. ეს თქვენი ინფორმირებულობა მინდა ამ თემის გამოვიყენო ჩვენი მაყურებლისთვის. დიახ. კი ბატონო. პირდაპირ მინდა დავაწყნარო საზოგადოება, რომ არანაირი ასახვა საქართველოს საბანკო სისტემაზე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არ მოყვება, ამის სულ გარანტიას ვიძლევი, იმიტომ რომ საქართველოს საბანკო სისტემა არა მარტო დღეს, არამედ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთადერთი შეიძლება ითქვას ინდუსტრია, რომელიც მუშაობს საერთაშორისო A-კლასის სტანდარტით. თქვენ იცით, რომ ორი წამყვანი ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე და მისი კოდით მუშაობს იგი და ასე ვთქვათ, იმ წესდებით და პრინციპებით, ამიტომ არანაირი რყევა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არ მოყვება. რაც შეეხება მის აქტივებს და მის ფინანსებს, ეს აბსოლუტურად ცალკე თემაა, ამიტომ ყველა მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი პანიკა ამას არ მოყვება და საერთოდ ნუ გავაიგივებთ. ეს არის დიდი პრობლემა საზოგადოებაში, როცა ადამიანები ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოსთან აიგივებდნენ. მე მახსოვს პრემიერ-მინისტრების განცხადებები და ბევრი მინისტრის განცხადება ქართული ოცნებიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს გადამზღვევი, ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური სტაბილურობა ქვეყნის, ბიძინა ივანიშვილი არის თურმე ყველაფრის, ესე ვთქვათ, ეს თუ სწორად მახსოვს, გადამზღვევზე ლაპარაკობდა ყოფილი პრემიერი გახარია. დიახ, კი ბატონო. და როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს აქეთ ამხელა ქვეყნის ერთი ადამიანი, რანაირ დიდი კაპიტალიც არ უნდა ქონდეს მას. ამიტომ ყველაფერი მიდის ლოგიკურად. ყველამ დაინახა მთელ სოფლიოში, რომ ქართული ხალხის ნება და ქართული ხალხის სწრაფვა თავისუფლებისთვის ყველაზე მთავარი ამბისთვის, რაც კი შეიძლება ადამიანს ქონდეს, ესე ვთქვათ, მინიჭებული ღმერთისგან, ეს არის შეურყეველი, ეს არის ყოველთვის, ეს არის ჩვენი ისტორიული გადარჩენის ფორმულა. ამიტომ წინ ძალიან თაომად, ძალიან მტკიცეთ, ჩვენ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს,
აი ამას რო ჩამოვიშორებთ ამ რუსულ აგენტურას და ნამდვილ ილუსტრაციას მოვახდენთ კიდევ მეორე პოლიტიკურ კლასში და საერთოდ ჩაბუდებულები რო არიან და ნამდვილ სასამართლოსო ჩამოვაყალიბებთ ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად ეს ქვეყანა დაიწყებს ძალიან სერიოზულ და ძალიან ძლავრ და ძლიერი ქვეყნის შენებლობას მე ამაში დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველას სიმხნევისკენ ბრძოლა კიდე წინ გველის არაფერი არ დამთავრებულა იმიტომ რომ ჰოლანდიელებს აქვთ ნათქვამი სანამ გემს პორტში არ დააბამ სახლში არ ახარ ამიტომ ჩვენი ბოლო ამბავი იქნება მაშინ როცა არჩევნებს ჩავატარებთ რუსულ ოცნებას დიახ როცა რუსულ ოცნებას გავისტუმრებთ და ნამდვილად დავიწყებთ ახალი ძალებით და ახალი ხალხით ამ ქვეყნის შენებლობას